მე ვარ დემეტრე გორგოშაძე 7 წლის. სწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ჭადრაკი, თხატვა, ცეკვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ჭადრაკი. უკვე 3 თვეა დავდივარ ჭადრაკის წრეზე. დედიკოს უნდა შევეყვანე და მეც მომეწონა. ჩემი მწვრთნელია ბადრი პოლქვაძე. კარგად ხსნის, მშვიდია და პატიოსანია. ჩემი საყვარელი ფიგურაა ლასიერი. ჩემთვის უფრო კომფორტულია თეთრებით თამაში. მე ახლა მონაწილეობ ჭადრაკის ჩემპიონატს. ჯერ არ დამთავრებულა და მაქვს საპრიზოს იმედი. ჭადრაკის თამაში დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. მე მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი. ჩემ ოჯახში ჭადრაკის ჩემპიონატი რო ჩატარდეს, გავიმარჯვებ მე. მეორე ადგილზე გავა ბაბუა, მესამე ადგილზე გავა ბებია. მეოთხეზე მამა და მეხუთეზე დედა. ჩემი პირადი მწვრთნელია ბაბუა ჩემი ჯემალ გორგოშაძე. ჩემი გეგმაა რომ ჭადრაკზე ვიარო კიდევ 9 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სანდრო ჯორბენაძე. ყველაზე ჭკვიანია მარიამ ბერიძე. ყველაზე მშვიდია ანდრია ველიაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ლუკა ზოიძე. მე ვარ ყველაზე ბეჯითი და სიმპათიური. ჩემ ცოლს დავარქმევ მაიას. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია მაცაცონა ფედვარიძე. იმიტომ რომ კარგად გვიხსნის არყვილის და ლამაზია. ახლა მინდა რომ ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ ვიყო უფრო ჭკვიანი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბაბუა და ჩემი და. ბებიაც მყავს, მაგრამ ბაკურიანში. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 1 და. ჩემი და არის 3 წლის და ქვია. ის არის ცელქი, ლამაზი, პრანჭია და მხიარული. ნანა რო გაიზრდება, ალბათ გამოვა ექიმი. მამიკო არის კაპიტანი, ვაჟკაცი, უშიშარი და მოკეიფე. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, მშრომელი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიურე და კოტლეტი. მე ასევე მიყვარს სიმღერა. დავდივარ გიორგი უშიკიშვილის ტრადიციულ ხელოვნების სკოლაში. იქავრობა იმიტომ მომწონს, რომ ყველაფერი არის სუფთა. ჩემი საყვარელი სიმღერაა მზეშინა და მზეგარე. მზეშინა და მზეგარეთა მზევშინ შემოდიო უყივლია მამალსაო მზევშინ შემოდიო. ხელოვნების სკოლაში მღერი პირველ და მეორე ხმას. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მე ჩავიფიქრებდი რომ ცხოვრობდე თბილისში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რა არის ჩემი ჰობი? ჩემი ჰობია თევზაობა. მე მყავს 95 წლის ბაბუა, რომელიც დადის ზღვაზე და მეც წავყევი ერთხელ და ძალიან შემაყვარა თევზაობა. ჩვენ დავიჭირეთ კარმახი და ხუნდქარა თევზი. მე მინდა ვიყიდო ჩემი ანკესი და ვიარო სათევზი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია დიდი ლეგო. ლეგოების აწყობა არის ჩემი საყვარელი თამაში. ბედნიერება არის დედიკოზე ჩახუტება, დიდი საჩუქარი, ჭადრაკის ტურნირებზე მოგება და ჭადრაკის თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.